ეთერშია ხანუმა, გადაცემა მათთვის, ვისაც აინტერესებს თუ როგორ იპოვნოს თავისი მეორე ნახევარი. მე ლელა წურწუმია, ეკაკა ხეანა, ნინო ხომერიკის სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებით. დღეს ჩვენი მთავარი გმირის მარინო რაკიძის გულისმოგებას 3 ახალგაზრდა კანდიდატი შეეცდება. მსახიობი გიგო ჯაფარიძე, სტუდენტი გიორგი ბეგაშვილი და სპორტსმენი ბექა ცკიფური. დღეს ჩვენ თქვენთვის სიურპრიზი მოვამზადეთ. გადაცემა ხანუმაში სტუმრად გვყავს კახაბერი და ხანუმები. ხალოთ! არაჩვეულებრივი იყო. საღამომშვიდობის. დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა მოწვევისთვის. დიდი მადლობა კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს გადაცემაში. გადაცემა ხანუმაში უნდა ყოფილიყო ხანუმა გადაცემა. რა თქმა უნდა. მოდი ახლა ჩვენ ესე ვთქვათ თავარი გმირი მოვიწვიოთ სტუდიაში. ეს გახლავთ სამოდელო სააგენტო მარილების ხელმძღვანელი მარინო რაკიძე. მარი გამოდი. გადაიქი კარგია. ცოტა იმოძრავე ესე, შემოტრიალდი, გვერდულად დადექი, კარგია.
სანამ გამოიწვის, გამოდენიმე ფოტოს თქვენს გადაგიერებ. კარგია, კი. განიერია. აი ესე, შემოტრიალდი ოდნავ. კარგია, იდექი. კარგია. აი ესე. გამარჯობათ, მე ვარ მარიკუნა ნორაკიძე. პირველ რიგში მადლობას ვუხდი ლევან ლეკოჭყონიას ფოტოსესიისთვის. მე დღეს აქ მოვედი ჩემ ბავშვობის მეგობარ ძინა მამედოვასთან ერთად. მარიკუნა, მოგესალმებით და მოდით ნახოთ სიუჟეტი თქვენ შესახებ. მარიკუნა ნორაკიძე სწავლობდა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ სწავლა პირველ კურსზე მიატოვა. უნივერსიტეტის დიპლომის ნაცვლად სილამაზის კონკურსების დიპლომები აქვს. 2006 წელს იყო Miss Little Georgia. 2008 წელს კონკურსზე Miss Teenager-ი Miss ფოტოგენურობა გახდა. 1 წლის მანძილზე ჩინეთში მუშაობდა მოდელად. არის სამოდელო სააგენტო მარი ლევის ხელმძღვანელი. 16 წლიდან აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი. მისი სიმაღლე 1.73 სანტიმეტრია. პარამეტრები 90-68-90. არ მოსწონს მარიაჟი ბიჭები. ამბობს, რომ უბრალო გოგონაა და ასეთივე უბრალო ბიჭს შეიყვარებს. პლასტიკურ ოპერაციებს არ გაიკეთებს. მისი აზრით ქალი უნდა იყოს ბუნებრივი, როგორც შინაგანად, ისე ვიზუალურად. 2 წლის წინ ყავდა შეყვარებული, რომელიც ღალატის გამო მიატოვა. ამბობს, რომ ქმარი თუ უღალატებს, მასაც ასევე მოექცევა. 10 შვილი რომს ყავდეს, მაინც მიატოვებს. მარიკუნა, რატო გაანებდი სწავლის თავი? ვერ აღმოაჩინე ჩემი ამპულა. სად სწავლობდით? იურიდიულზე და წამოვედი. წამოხვედი და არჩიეთ? ვარჩიე, სადაც უკეთესად ვგრძნობ თავს იქ. თქვენ წერთ ანკეტაში, რომ მე არ მეგობრობ მოდელებთან, იმიტომ რომ რადიკალურად განსხვავებული ვარ და როგორი ხარ თქვენ? როცა ხა ქალი ლამაზია, აქვს такая звездная болезнь, ხო? გარკვეულად უხეშად რო ვთქვა, თავში უვარდება, ხო, რაღაც და არიან სვეტსკები. და ეს არ მომწონს, არ ვარ ეს ტიპი, უბრალოდ ვაფასებ ადამიანს, როდესაც ეს არის უბრალო. შეყვარებული ისე მიატოვე, რომ ახსნა განმარტების ღირსათაც არ ჩათვალე და რა მოხდა? ვსვავ წერტილს იქ ჩაყოლოფენ. იქ ღალატი იყო ისეთი, რომ არც ჩათვალე ღირსად რო გელაპარაკა და არა, იცი როცა გიყვარს, მე ვფიქრობ, არ უნდა უღალატო. მოდი შენ დასვი წერტილი და მე გააკეთე ის ქმედება, რასაც აპირებ. და არა მაშინ როცა ურთიერთობაში ხარ. ძალიან პრინციპული გოგონაა და ხასიათიანი და ცოტა ეს პრინციპები საშიში არ დაგღუპოს მაგას. ახლა შენ რა სწავლობასთან დაკავშირებით? იქნებ შეაცდინეს. შეაცდინეს სადარბაზოში შეიყვანე. ეგეთი რაღაც არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ კაცის გადმოსახედიდან უფრო მიღებულია ეს ღალატი და რაღაც, მაგრამ გოგოს გადმოსახედიდან თორსა გიყვარს არის ძალიან ძნელი. რა თქმა უნდა, ღალატს სქესი ნამდვილად არ აქვს. თან როგორც გავიგეთ, თქვენ არანაირი ახსნა, ესე ვთქვათ, საერთოდ არ აუხსენ და ალბათ ჩვენ ეთერის საშუალებით გაიგებს, რომ იცოდით, რომ უღალატეთ, ამიტომ მიატოვა. და ამ 2 წლის განმავლობაში პირველად გიღალატა? არ ვიცი, არ მიყვარს საერთოდ წარსულში იქებ. პირველად გაიგო უბრალოდ. მაგრამ უბრალოდ ხო, პირველად გავიგე. როგორ გაიგეთ? ავითარებაში. იმიტომ რომ წარი და მან გითხრათ, რომ ეს ის არ არის და შენ გონიაო, ხო? ეს ინფორმაცია თავისით მოვიდა ჩემთან. იქნებ მოგატყუეს. ან უცდილობ კაცის გამართლებას. ფაქტის გარეშე ეგ რთული გადასაწყვეტის არის. რა ფაქტი გინდა ხო? გადახედე, უბრალოდ ეს არანაირი გენდერული ბალანსი აქვს. მარტო ხარ. ძალიან ესე იგი სიტუაციაში ვარ გასაგებია, რთული სიტუაცია. უნდა დათმო პოზიციებს, ხო გზა არ აქვს. ჰა, კაი, სიუჟეტი ვნახოთ. ხალხთან დაკავშირებით. ჩვენ თუ გქონია ასეთი შემთხვევა, აი ხანუმობის მომენტი. იმაჭანკლია უბრალოდ. ხო. იცი რა არის, ხა ჩემი მაჭანკლობა არ გაიშვას, მაგრამ ხათაშორის ეხლა მინდა აღვნიშნო ეს ფაქტი, რომ ამ ხანუმების შემდეგ ალბათ ერთი კანტორა უნდა გავხსნათ მაგ მიმართულებით. ერთად გავხსნათ ახლა ჩვენ უკვე რაღაცა ფაქტობრივად უკვე დღეს უკვე ჩვენი შედგა ხანუმა. აი შეპესე გვექნება. ხათაშორის კი და ხათაშორის ძალიან კარგი იდეაა. და ვიზრუნოთ მასებზე. ყველაზე კარგი იქნება
თან ვიმღერებ, ჩვენ თან ესე იგი ვიცეკვებ, თან შევაუღოთ და დავაყვალე. შენ ქორწილში იმღერებ. მარი, მოკლედ საერთოდ რაღაც უნდა გადაწყვიტო, აგერ გამზადებული გვაქვს საქორწილო სიმღერები, ტორტები და დიმპიტაურები და საჩუქრებით საჩუქრებით გვაქვს. შევეცად ნახოთ აბა, როგორი ბიჭები წარსდგებიან ჩვენ წინაშე. აი და ქალის მომეხმარ მე ძალიან ჯიუტი ვარ და ძალიან კრიტიკული და ნახოთ. მეც დავეხმარ. არა მარტო ჯიუტი რო კრიტიკული, ექსტრემალიც ახლა. არა, ეს იმიტომ კი არა, რომ დავუშვათ მე მაგარი ვარ და აი მაგარი ბიჭი. არა. მართლაც რომ ძლიერი გოგონაა და სხვათა შორის ბუნებით კარიერისტიც არის. აქ ძალიან ბევრი ემოციები. ნუ ლომია და რა თქმა უნდა, ლომი ვერასოდეს ვერ აპატიებს ადამიანს ღალატს. ნუ პარტნიორი რა თქმა უნდა ჭირდება ერთგული, ძლიერი, ჭირდება ადამიანი, რომელიც არ იქნება მოსაწყენი. რა თქმა უნდა. რომელიც რაღაცა სიახლეებს, შესთავაზებს, სიურპრიზებს გაუკეთებს. თუმცა იმედი იმისა, რომ მას ბოლომდე დაეყნოს, აი ეს აუცილებლობა მის ჰოროსკოპში ნამდვილად არ არის. ანუ პრინციპში ესეც უწერია სხვათა შორის, იმიტომ რომ ძალიან დამოუკიდებელია. უკვე სამოდელო სააგენტოს ასე ვთქვათ, ხელმძღვანელია. ზირთად სულ ისეთი ბიჭები მხვდებიან ხოლმე, რომელზეც ძლიერი აღმოჩნდები მე. ჩინეთში იყო მარიკუნა და ჩინეთში კი, ანუ კონტრაქტი მქონდა ჩინეთში არ მგონია გარკვეული. რომ ეხა ეფიქრა გათხოვებაზე. არა. საქმიანი. არა? ნუ მეტრა 78 ვარო. შეიძლება ვერ მიწვდებოდნენ გოგოს. სიყვარულში ყველას ერთი ხო, მე ვფიქრობ არა, და საერთოდ როგორ მოხვდი? საერთოდ ანუ კონტრაქტით, სამოდელო სააგენტო კონტრაქტით და გამოფორმეს ერთწლიანი მოწვევა და ძალიან დიდი განათლება მივიღე, იმიტომ რომ გარკვეულწილად უცხოეთში უფრო ძლიერია ეს სფერო და უფრო ჩამოყალიბებულია და ზუსტად ამის შემდეგ დავინიშნე ხელმძღვანელად. შემდგომში როგორ ხედავთ თქვენს პროფესიას? საერთოდ სამომავლოდ ვაპირებ უცხოეთში ცხოვრებას. იტალიაზე ვფიქრობ. ფიქრის დონეზეა, არ არის გადაწყვეტილი. ჯერა რო წავა იტალიაში გააწყო. იმიტომ რომ აი ისეთი არის, რასაც იტყვის, ის აუცილებლად უნდა მოხდეს. აი დაჟე ვთქვა, ჩემთან რომ მოდის სახში, დამირეკავს. იცი რა, აი მოვა, მართლა მოვა. ნუ ესე იგი თუ მოვა, ეს მოვა. გიცხრა იქნება 10-11, ანუ თუ საჭიროა, მართლა გააკეთოს რა ხან იტყვის იმას აკეთებს აუცილებლად. და აქ რო შექმნა ოჯახი, ახლა იტალიაში როგორ წახო? ზოგადად თბილისში, ხო, ანუ აი არ არის მართლა ისეთი ტიპის ბიჭები, როგორც მე მომწონს. აი ერთი წუთით. არა, მართლა ვანგას. ფობიაში არ ამ შემთხვევაში მარიკუნას ვენერა დგას ქალწულში. და ზოგადად ესეთი ადამიანები სასიყვარულო ურთიერთობებში არიან ცოტა მეწრულმანები. დამეტარი არ მოუვიდეს მას. ხო, აი ეს მომენტი ხოთი შორის ძალიან უშლის ქალბატონებს ხელს თავისი მეორე ნახევრის არჩევაში. იმიტომ ამბობ, რომ აქ ქვეყანას მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ის მინუსები, რასაც შენ ხედავ დღევანდელ დღეს და ანუ მამაკაცებში, ვისთანაც შენ გაქვს ურთიერთობა, ზუსტად იცოდე, რომ ეს არის თვისება შენი, რომ მოძებნო ეს მინუსები. ანუ ეს უნდა გაასწორო. ეს მაგ მინუსი მართლა ვაღიარებ, რომ უშუალოდ პირველ რიგში ადამიანი უნდა შეაფასო პლუსებით ხო, რომ რაღაც გადაფარო ის მინუსები, მაგრამ მე არა როგორც ისო და იმ წამსვლელს წვიტა ურთიერთობას და უცხოეთს რასაც რაც შეეხება, იმიტომ ვირჩევ, რომ ნუ არ მოყავთ გარკვეულ სააკამდე ცოლი, ასე რომ ვთქვათ, არ ოჯახდებიან, იმიტომ რომ ნუ ის პერიოდი ერთობიან. მაშინ რატომ მოხდით ახლა გადაცემაში? და ბედის მონდინა. ისა მე ვფიქრობ იდეალური ვარიანტია დღეს შეარჩიოს და 4 წლით სამუშაო ჩინეთში წაიყვანოს. საერთოდ მე ამასთან დაკავშირებით ერთი რამ არის ესეთი აზრი, რომ მამაკაცები იმიტომ ქორწინდებიან ქალებზე, რომ ფიქრობენ, რომ ისეთი იქნება, როგორიც მოეწონათ. ქალები პირიქით ცდილობენ, რომ გადააკეთონ, იმედი აქვს, რომ გადააკეთონ. და მაგრამ ბოლოში მაინც ყველა ეს ორივე რჩება გაწმილებული, იმიტომ რომ უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის. და მასში გააღვივო ის პლუსები, რომელიც რაც არის. შენ მოგეწონებ. საერთოდ იცით რა, კაცი ფასობს ქალით. მართალი ხარ, მე მაგას ზოგ შემთხვევაში შეიძლება ქალი კაცზე ძლიერი აღმოჩნდეს. არა, ძლიერებაზე არ არის, უბრალოდ თქვენ უნდა იქალოთ, რომ კაცი კაცად გამოჩნდეს. კაცი და აკაცი. კაცი უნდა აკაცო. მგონია რომ მარიკუნას რაღაცა ბავშვობიდან მოყოლებული რაღაცა კომპლექსივით აქვს. შეიძლება რაღაცა ტრავმა. რაღაცა ოჯახური ტრავმა. მამა და დედა გაშორებულებიანი კი იყო. იქაც ღალატი იყო. იქაც ღალატი ხო. ხო და ეს ფობია და გამოყვა ეტყობა. ხშირად იღიმით? არა. იცი რა, მე გირჩევდი რომ ხშირად გაიგო. ცოტა ისეთი უნდა იყოს. ხშირად გაიგო, რომ ძალიან კარგი გარეგნობა გაქვს და საქართველოში ნამდვილად მოიძებნება ის ღირსეული ადამიანი, რომელიც მართლა ღირსეულ მეგზურობას გაგიწევთ მთელი ცხოვრება და მეთვაქნას რომ ესე იყოს. მოდით დღეს ჩვენი პირველი კანდიდატი და მოვიწვიოთ სტუდიაში, ეს გახლავთ მსახიობი გიგო ჯაფარიძე.
გამარჯობა. ეს არის ვარდის ფიქსლები და ჩვენ ყველას გვაქვს სიყვარულის ვარდი და თუ არ გავუფრთხილდებით, აი ესე დაცვიდება ყველა აბსოლუტურად. და მინდა რომ გაჩუქო გადმოცე და სამახსოვრო თქვენ. ვარდი. უბრალოდ ვარდის ფურცლები. რა საინტერესოა რა. ორიგინალური მოფიქრება. გამარჯობა. ურთიერთობებია უკაცრავად. მოგესალმებით. მოგესალმებით, გაგვასანით თქვენი მეგობარი. ეს არის ჩემი მეგობარი, არჩილ გველესიანი, მსახიობი, ჩემი კოლეგა. თანამებრძოლი, თანამესუფრე და რა ვიცი, ყველაფერი რა. თანამ ჩვენ ახლა გავაგრძელოთ საუბარს, იქამდე ვნახოთ სიუჟეტი გიგოს შესახებ. გიგო ჯაფარიძე 8 წლის მანძილზე იყო შიშველი თეატრის მსახიობი. არის გადაღებული ფილმებში გაობის რაინდები, დიდგორის ბრძოლა, დავიწყებული მეფე და სხვა. რომეოს სცენაზეც ყოფილა და ცხოვრებაშიც. როცა უყვარდა გაქანებულ მატარებელს ახდებოდა, მძინარეს შეყვარებულს აღვიძებდა, თბილისამდე აცილებდა და უკამბრუნდებოდა ქუთაისში. ამბობს, რომ ქალი როგორც არ უნდა ეცადოს, თავს ვერ მოაწონებს. მან ის თავად უნდა აღმოაჩინოს. ხშირად ოცნებობს. ოცნება განტვირთვაში ეხმარება. უყვარს სხვა. გემი რომ ჰქონდეს ხმელეთზე არ გამოვიდოდა. მუშაობს თავდაცვის სამინისტროში. იბრძოდა ოსეთის ომში. იყო კოჯრის 102 ბატალიონის 100 მეთაური. 2 წლის წინ პირველი ლექსი დაწერა. ამბობს, რომ წერა ომმა და სიყვარულმა დააწყებინა. საქმეა ნუ თავდაცვის სამინისტროში. თავდაცვის სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, ასე ვთქვათ, გვიკავია მთავარი სპეციალისტის თანამდებობა, დაგეგმილი ღონისძიებების, ასე ვთქვათ, განხორციელება და ყველაფერი ჩვენ გვეხება. მსახიობობას თავი დაანებე? არა, რას ვუყურებ. მე დღემდე მაქვს გადაღებები და არაფერში ხელს არ მიშლის მე თავდაცვას. ეხლა სადმე ხართ დაკავებული ფილმში? თეატრში არა, მაგრამ ფილმის გადაღებები მაქვს და ისე ჯერჯერობით ცოტა, მაგრამ ბევრ ფილმში ვარ გადაღებული, მაგრამ ჯერ არცერთი არ გამოსულა საქართველოში. კანის ფესტივალზე აჩვენებენ ჰოლივუდში, მაგრამ საქართველოში. ომში ვიყავით. ნუ ყოფილიყავით და ვიყავით. და ეხლა გადაწყვეტეთ რომ მოიყვანოთ ცოლი. ცუდი გადაწყვეტილება. გადასარ. კარგად დილას მოსულხართ ზუსტად იქ, სადაც პირდაპირ დანიშნულებით. გოგოც არაჩვეულებრივი დაგახვედრეთ. ძალიან ლამაზი, ძალიან კარგი. გიგოს ძალიან ბობოქარი სიყვარული ქონია, აი მატარებას ახტებოდა. ყოველთვის ბობოქარი იყო ჩემი სიყვარული. ნუ სამჯერ. ერთი ცოტა ხნით, ერთი 7 წლით, ერთი ისიც ცოტა ხნით ბოლოს. და ეს სამივე სხვა ქალაქში ცხოვრობდა და სუმატარებელს და არა. ტრანზიტული სიყვარული ქონდა. სხვადასხვა ქალაქში არ ცხოვრობდი. ერთ ქალაქში ცხოვრობდით, თბილისში შეულებდათ, მაგრამ ერთი იყო რაღაც სამსახურის გამო იყო წასული სხვათაშორის იქ სამეგრელოსკენ და მიწევდა ძალიან ხშირი სტუმრობა სამეგრელოს. მატარებელს შეხვდება. ხო, ვიცოდი რომ მოდიოდა და რომეო გითამაშია, რომ მაშინ სპექტაკლში და შექსპირის სიტყვები რატო არ გაითვალისწინე? ზომიერად გიყვარდეთ ბატონებო. სიყვარული არ უნდა იყოს ზომიერი რაღაც უბრალო, ჩვეულებრივი, უნდა იყოს ძალიან ცეცხლოვანი და არაჩვეულებრივი. მისაბაძი უნდა იყოს. ფათიშორი ძალიან რომანტიული ადამიანია. კი, უკვე ეთყობა. არ იყოს ესე გაგიჟებით სიყვარული? ხო, იმიტომ რომ ინდივიდუალური მისი ნიშანი არის თევზები და თევზები ძალიან რომანტიულები არიან, აი ძალიან. მისი ყველაზე ასე ვთქვათ, მტკივნეული თემა არის ფინანსები. მე მის ცხოვრებას უფრო კარდიოგრამა შევადარებდი. სწორი ხაზი, აღმავალი, მერე სწორი ხაზი, მერე აღმავალი. ტახიკარდია იწყება. კი, პატარა ტახიკარდიული ნიშნები უკვე გვაქვს. პარტნიორი ჭირდება ისეთი სხვათა შორის, როგორცაც პრინციპში მარიკუ ნაცეძებს, ვისაც ენდობა. აი დობის ფაქტორი მის ჰოროსკოპში ძალიან ამ შემთხვევაში თანხwebdriver როგორია? ამ შემთხვევაში თანხwebdriver არის ესეთი, რომ იცით ძალიან რომანტიულია, ძალიან ესეთი დადებითია, ყველაფერი შეუძლია მოგცეს, მაგრამ გიგო ჩემთვის მაინც მუზების ადამიანია. მარი მოგწოთ. ძალიან კი, ლამაზი გოგოა. მეც რომ მომწონს. ღიმილი უხდება და არ გვიღიმის.
ეს ბიჭი დააოკეთ, რაც რა რა ქენი. მაინტერესებს? არა, ამის დაოკება გამორიცხულია. ეს მაინტერესებს, აი დაუშვათ რო ყავდა შეყვარებული. რა პერიოდის შემდეგ ყავდა ის მეორე, მე მესამე ანუ. მე მინახავს ადამიანები, რომლებიც რაღაც პრობლემა შემთხვევით სიყვარულს და ეგრევე გადააქვთ ყურადღება მეორეზე იმისთვის რომ დაივიწყონ აი ეს ჩემი აზრით სიყალბე არის მე ეს იმეჩვენა. ეს უფრო შურიძიებას გავს იცით? მე მგონი რომ მხოლოდ საკუთარ თავს ავნებ ამ შემთხვევაში. მარიკუნა, იცი რა მაინტერესებს? შენ მღერი? აირია ხო? არა? არა თუ ვერა? ბავშვობაში აი აჩიკოსაც ეგონა რომ ვერ მღეროდა, მაგრამ ძალიან მშვენივრად ბავშვობაში მღერის. კი, მაგრამ ეხლა არ მიცდია. შენი მეუღლე, აი ღალაძე ხო ძალიან გართულება გაქვს და რა თქმა უნდა ესეც უნდა იყოს და სცენაზე რომ ესეთი სასიყვარულო ინტიმური სცენები ქონდეს რას ის? სახიობი უფრო უგევს მე მგონი მოდელს, იმიტომ რომ რაღაც გამოსვლები, რაღაც ესეთი ხალხმრავლობა, ანუ ორივეს ერთი და იგივე ხო? ორივეს აქვს საეჭვიანი. მე გეთანხმები. ანუ ხურებადია ორივე უფრო ხო? ორივეს აქვს საეჭვიანი. რაღაც ჩემი სტყობი გაიმეორე და დავფიქრდი სხვათა შორის. აი სიყალბე და ეს ყველაფერი ადამიანს ეგრევე რა თქმა უნდა, თუ დავინახე აღარ ვაგრძელ პრო კონტაქტს. სხვათა შორის მარიკუნა აპირებს საზღვარგარეთ უნდა რომ იქ იცხოვროს და ამ შემთხვევაში რას ფიქრობთ? ძალიან მინდა რა არის ამ კარგი ბიჭია. ოღონდ უბრალოდ შეიძლება სამუდამოდ მე ვერ გადავდგე ეს ნაბიჯი რომ სამუდამოდ მივატოვო ჩემი ქვეყანა, იმიტომ რომ არ მომწონს ეს. მე საერთოდ ძალიან მიყვარს მოგზაურობა. და ხშირად მოგზაურობთ კიდე სხვათა შორის ფეხითაც ძალიან ხშირად. მაგალითად თბილისიდან რაჭაში ჩავსულვართ ფეხით, მე რაჭიდან ქობულეთში და ძმაკაც რა ვიგულისხმობთ, ეს თქვენ დათმობდით თქვა თქვენ საქმეს 4 წლის განმავლობაში. საქმის გაგრძელება, ჩემი აზრით, როცა პროფესიონალი ხარ, თუ ენას ფლობ, მე ვფიქრობ, რომ ყველგან შეგიძლია. თუ შემართება გაქვს უბრალოდ. იცით რა არის, მსახიობის პროფესია არის მუდმივი ძიება და გზაზე ძალიან მოგზაურობაში ძალიან ბევრ საინტერესო და გამოსადეგ რაღაცებს გადააწყდები. შეხვდები გაჭირვებასაც, ძალიან სიხარულსაც, ძალიან ბევრ ტიპაჟებს, ადამიანებს და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ამიტომ და სიყვარულს კი არის. სიყვარულს ეს თავის-თავად. ზაში გადააწყდები სადმე. ყოფილა ესეთი რომ აი მიდიხარ და უცებ სიყვარულს ჯერ არ ყოფილა, მაგრამ არის დასაშვებები. მარიკუნა რა სიტყვა? რაღაც დავინახე ამ პიროვნებაში, არ ვიცი მომეჩვენა თუ რეალურად ესეთია როგორც თვითონ იძახის, მაგრამ რაც ლაპარაკა მეგობარი რას გეტყვის? თქვენ რას გეტყვით? თქვენ რას ფიქრობთ? ჩემზე. იმას უნდა რომ ძალიან სადღაც რა ვიღაცამ რაღაცა შემდეგ გადაცემაში მოვიწვიო. მოვიწვიოთ, ოღონდ ამას მე იქეთ ვიჯდე და ეს. ძალიან საერთოდ თქვენ ხარ თორეს. ამას ვერ გააჩერებთ გამორიცხული. მაშინ მეც ლომი. მე ძალიან დიდი არეულობა ხდება. ეხლა მე წყვილად ქაოსია, ქაოსი. უნდა დავალო. შენ რომ მოხვედი, იმიტომ შეიძლება აქ დღეს ორი წყვილი გამოვიდეს. მეგობრია. ხო და მაგას ვამბობ, აი მაგას მივდივართ ჩვენ. თქვენ არც ცეკვავთ? ვარი ღიმი გასაგები. საკვეთ ცეკვა. არა, ქალს უხდება რა, სიმღერაც უხდება, ქართულ ქალს მით უმეტეს ცეკვაც უხდება თან ნაციონალური. თქვენ გააღიმეთ ეს გოგონა და უკვე ესე იგი წინ ვართ. და თავიდან ცოტა ნერვიულობდა, მაგრამ რატო ახლა მოეშვა. რა ხდება? ყინულის დედოფალია. და უკაცრავად აი ბუნებრივად შეიძლება რომ აი მაპატია, მაგრამ შუშანიკის სახე ქონდეს და ეს მოგწონდეს. გავლილი აქვს ძალიან ისეთი პერიოდები ხანდახან რომ იზოლებული იყო, აი დამდგარიყო ძალიან ძლიერად, იმიტომ რომ აი და ეს ყველაფერი ნელ-ნელა უკვე ხასიათში გადაუვიდა. მე გეთანხმები ერთ რამეში, როცა არ არის სასაცილო არაფერი, არ უნდა გაიგებო. ძიმე ლექსი ხო არა გაქვს? ძალიან მინდა ეს ლექსი წავუკითხო. არ ყოფნისაკენ ჩემს გასაფრენად ქრიან ქარები. გიჟურ ქროლვაში გაქრობას ვჩქარობ უკვე გაშლილანი ალქანები, არ არსებულთან შესაერთებლად სულ მოუთქმელად მივექანები. სამშობლოს თვისას ვინც გაქცევია თავს რითი მართლებს. ან რაკაცია, მაგრამ ქვეყანას როცა ღვარძლი ჭამს და სიყვარული სულაც გასცლია, როგორ იცხოვრებ უსიყვარულოდ, სულის ამოსვლას არ დაგაცლია. ოდა ამ ჩემი ლტოლვის მიზეზი ვინ მოთვლის რა და რამდენია. მე სიხარულიც ბევრი მინახავს, სისხლის ცრემლებიც ბევრჯერ მდენია. ბოლოს სიცოცხლე სულ გამიმწარდა ქვეყნად. ერთი დრო ვის შერჩენია და მე აღარ მსურს ვიარო ისე ამ ქვეყნად, როგორც დღემდე მივლია.
სულაც არ უნდა ტროფედემში ყოფნას, ვარდებს, ბულბულებს და იდილიას არ ყოფნა მინდა. რაც თავისთავად არც სიცოცხლეა, არც სიკვდილია, არც ჯოჯოხეთის გვერდის ავლაბსურს, არც სამოთხეში შესვლა დიდებით. მე სატანჯველის ცეცხლი ვერ მაკრთობს, ვერც მაშინებენ ბეწვის ხიდები, არც განკითხვის დღის სამსჯავროს ვუფრთხი, პასუხის გებას არ ვერიდები. იქ სადარდელი არ გველოდება, არც რამ სიამე და სალბუნება. შური და ბოღმა იქ არ იქნება. არც უზნეობის სხვა რამ ცდუნება, არც სხვა რამ ვნება, რაც აშფოთებდა ჩემს არსებას და კაცურ ბუნებას. იქ არც ხმლიანი დგას ანგელოზი ცოდვილებს შვების კარს რომ არ უღებს. არ ჩამაგდებენ დუღარე კუპლში, არ დამადებენ რკინის მარწუხებს, ავის და კარგის მოგონებებით მეხსიერება არ შემაწუხებს. იქ ჩემს მისვლასაც ვერვინ შეიტყობს, ვერც შემოსასწრებს ჩემსას შესვამენ, ალერსით არვინ მომეგებება, არავინ მეტყვის, შენი კვნესამე, აღარც სიცოცხლე, აღარც სიკვდილი, მე რაღაც სულ სხვა მინდა, მესამე გაქრობა მინდა. არარად ქცევა, არ ყოფნა მინდა დადგა ამის დრო. არავით არის ზესთა სოფელი, არავით არის სულთა სამკვიდრო, არც მიფიქრია სიცარიელი ან დავაქციო, ან გავამდიდრო. იქ დრო არ იბრძვის გაჩერებული, ერთმანეთს არ ცვლის ზაფხულ ზამთარი. უცნო პლანეტებს ქროლვით ჩაული, ქუდმოხდილი და ფეხზე ამდღარი, მაგრამ სანთლის ფრთებს მე ვერ ვენდობ. ის ახლაც მტკივა მხრებზე დაბნარი. იკარუსივით ვერ გავფრინდები, ვერც ზღაპრის ფრთოსთან რაშის ჭენებით. ვერც მაგელანის გემებს გავყები, იმე ზღვაურებს ვერ ვეჩვენები, ოკეანეში რომ ინთქმებიან ახალი გზების აღმოჩენებით. დამიბრმაოს თვალები ელვამ, იქ უხოს ცამ და მეხმა იჭექოს. მე იმ ქროლვაში გაოგნებული ვერ გავიგონებ ამ ქვეყნის ექოს, მე დღემდე უცნობ საწვავზე ვფიქრობ ჩემს უსასრულოდ გრძელ გზას რომ ეყოს. მეტეორების თქეშიც რომ მოხდე, აღარ ვიზრუნებ თავდასაცავად, გაუკლეველი გზის გასაკვლევად სხვაძალას ვწდი და ჩავთავ სხვაძრავას, ჩემს ხორცს შეუსხმე ლამაზ ოცნებებს. უხვად დავხარჯავ საგზალ საწვავად. იმ ოცნებების ძალი გამაფრენს, ის ცეცხლი გულზე რომ მიკიდია. არარაობის ბოლო სადგური, არარსებული ქვეყნის კიდია, მაგრამ სურვილი უფრო დიდია და აი უკვე არ ყოფნისაკენ სულ მოუთქმელად მივექანები. გიჟურ ქროლვაში გაქრობას ვჩქარობ შავად გაშლილანი ალქანები, არ ყოფნისაკენ, არ ყოფნისაკენ ჩემს გასაფრენად ქრიან ქარები. აბეჭი და გაყევი ერთხელ. ჩემს აფთმაში ეს არის ძალიან შეყვარებული ადამიანის დაწერილი ლექსია და მე შენ გიძღვნილი. მე მგონი უნდა გავხადოს. სამონივი და სხვათა შორის და ძალიან დიდი მადლობა. კაიხარა. გრძნობათა ბუნება და გივის გრძნობათა ბუნება აბსოლუტურად ერთი შერწყმარი, ერთნი არის. მე მგონი რომ შენი ესეთი ბოქარი ბუნების ადამიანი ხარ შენ და ესეთი ეს ლექსი ჩემია, მაგრამ ჩემი დაწერილი არის. ეტყობათ რომ მაგარი მომზადებულები არიან. აი მსახიობის ნიჭი ეგარი რა, აი ეგარი რა. დიდო ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მარიკონა რა საოცრება იყო, არა? მართლა. რა იგრძენი, მოვიდა შენსკენ, მუხტები. რაღაც ჩავიდა და რაღაც ვიგრძენი ხო, მართლა. თან ისე ემოციებით კითხულობ და არ იყო ეს უბრალოდ რა წაიკითხა და მოიშორა, არა. ჩვენ ძალიან მოვიხიბლეთ, სიმპათიურია, ვაჟკაცურია. აი ხო, კალათი და გაყვა თქო რა, არაო ჯერ. არა, ჯერ კიდევ ორი კანდიდატი ელოდება მარიკონას, მაგრამ სანამ ჩვენ მეორე კანდიდატს მოვიწევთ სტუდიაში, რეკლამა იმედის არხს. ჩვენ დავბრუნდით ეთერში. დალამაზები ხარ. ხო, ჩვენი შეცვლობა. ძალიან. მომოგწონთ. კი, ფერებით და შეცვლობაზე ზრუნავს მოდების სახლი, თიკო და ნინო და ბუწიკი მოსაშვილი 3. ეხლა კი მოვიწევთ ჩვენი მეორე კანდიდატი, ეს გახლავთ გიორგი ბეგაშვილი. გთხოვთ გიორგი. გიორგი მოგესალმებით. გამარჯობათ. ვისთან ერთად მობრძანდით? მე ვარ გიორგი ბეგაშვილი, მობრძანდი მეგობართან კვანცა ფირცხალავასთან ერთად. ძალიან სასიამოვნო, მოდით ნახოთ სიუჟეტი თქვენ შესახებ.
გიორგი ბეგაშვილი სწავლობს პროფესიულ კოლეჯში იკარუსი ტუროპერატორის სპეციალობით. ბავშვობაში პოლიციელობა უნდოდა. მისი მოწოდება ადამიანების დახმარებაა. უშიშარია, ამბობს რომ მხოლოდ ღმერთის ეშინია. ცხოვრებაში ერთადერთი მიზანი აქვს, ჰქონდეს კარგი ოჯახი. მისი აზრით ოჯახის დანგრევის პირველი მტერი გაჭირვებაა. ამიტომ ყველაფერს გააკეთებს, რომ მისმა ცოლმა გაჭირვებაში არ იცხოვროს. საყვარელ გოგონას არასოდეს უყალატებს. ქალის გარეგნულ მონაცემებზე მეტად მისი სულიერი სამყარო აინტერესებს. გულიდან წამოსული სიყვარული ჯერ არ განუცდია, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ასეთი სიყვარული აუცილებლად ეწვევა. ამბობს, რომ სიყვარული ერთხელ ყველასთან მიდის. გიორგი, გემუშავია თქვენი სპეციალობით თუ ჯერ არა? არა, ჯერ ამჟამად სწავლობ. როთვიანი სწავლა არის. რო დავამთავრებ სწავლას, შემდეგ სამთვიანი კურსები იტალიაში და თუ შესაძლებლობა მომეცა, დავრჩები იტალიაში სამსახურში. საქართველოში არ გინდათ რომ იმუშაოთ თქვენი სპეციალობით? დღეს ემიგრანტები. საქართველოშიც იქნება რომ ვიმუშაო, მაგრამ უბრალოდ ჩვენ იტალიიდან გვაქვს შემოთავაზებები და ჭირდებათ იქ იტალიაში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით. ენა იცით? სწავლობ ამჟამად. და რა გინდათ რომ საქართველოში აჩვენოთ მაგალითად იტალიელს ტურისტებს? ნუ მე მაინც პირველ რიგში ღვინის ტურს შევთავაზებ. კახეთის ტურს. საქართველო ძალიან მდიდარი ქვეყანაა, თავისი სანახაობებით, ისტორიული ძეგლებით. აი მოვიდა არჩევისთვის და გეუბნებათ რომ აი პირველი რა უნდა ვნახო საქართველოში და თქვენ მიყავთ კახეთში და კი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. კახეთში ძალიან ბევრი რამ არის სანახავი, რა თქმა უნდა, ანუ პარალელურად ღვინოს კარგია, მაგრამ კულტურული ძეგლებია ძალიან ბევრი. ვერ გავიგე გასულ კახეთში, იტალიაში არ მიდიოდა ეს კაცი. ჩამოვიდა. დაბრუნების შემდეგ. მე მგონი იქ მიდის პრაქტიკაზე, ისწავლის და ისე იმუშავა რომ არ დავაბრუნდეს. ბევრი იტალიელი ტურისტი მოიზიდოს საქართველოში. დაგეგმვაც არის, როგორ დაიგეგმება ეს თვითონ კახეთის ტური. და უფრო უკეთესი იქნება რომ თვითონ ესე იგი შემოდგომის ტურისტები თუ იქნებიან ასე დავარქვათ. იმიტომ რომ ტურია კახეთში. არა შეუძლია. ხოთაშორის მარიკუნას უნდა იტალიაში წასვლა და ხო არ უმიზნებ ამას. ხოთაშორის დაემთხვა ხო? დაემთხვა და სხვათა რაღაცების დაემთხვა, იმიტომ რომ მე სანამ ვისწავლიდი ტუროპერატორობას, ვსწავლობდი იურიდიულზე მეც ასე. 3 წელი ვისწავლე და მეოთხე წელი უკვე ვეღარ დავამთავრე ევროპულ უნივერსიტეტში ვსწავლობ. ეხლა ბატონმა პრეზიდენტმა რომ ესეთი კარგი სასწავლებლები გაგვიხსნა, წადე ბედი და მონდომებული ვარ ყველანაირად რომ ვისწავლო და თუნდაც ამ გახრით ჩვენერია ნამდვილად კარგი საზაგლე. დია? ბატონო? რა უნდა? არის მის და მიკროფონი მივაწოდოთ. მიკროფონი იქნებ მისცეთ რა. რამდენად შეგიძლიათ დაგეხმაროთ? რა შეგიძლიათ? მე აქ დღეს მოვედი და ერთი გოგო ძალიან მომეწონა. ვინ მოგეწონათ? ჩემს უკანზე და ჩემი უკან? თქვენს უკან ზის? აბა გვაჩვენეთ რომელია? შეგვიძლია დღეს რა ფეხზე ვარ? რა ფეხი თქვენს მოგწონთ? ჩვენი რა ფეხზე მომსულა ზოწყვილად მიდიან. ლელა, კარგი საქმეა. მოიყვანე ხალხი აქ. გამოაჩინეთ. შემდეგ გადაცემაში მოხვალთ ჩვენთან. დღეს პირველად ნახეთ ეს გოგო თუ გინახავთ სხვა დღეს? პირველად ნახეთ და მოგეწონათ? ზა. შემდეგ გადაცემაში ჩვენი სტუმრები იქნებით. ძალიან კარგი. მე ვიხდება? მე და რები ხდება. ახლა შენ არ გაგიშვებ. ყველა გადაცემაში აქ იჯდები. ლელო წოწომია ეკა კახია. ვინო ხამერიკი კახუ ჩემ. ხანუმები აქ არიან კიდე? ერთი მდელი ვინდა ხა? ჩვენ კი გვაქვს. კი მაღლები აქ ვარ. ხალი აქ არის, კაცი აქ ვართ და რა ვიცი ვართ რა. მე რომ თხოვდებოდი, პირველად ოჯახში, ოდესაც მამაჩემს უთხრა მამულიჩემ რომ მე თქვენი შვილი უნდა მოვიყვანოთ ცოლად თუ კახუჩელა ამომყვა. ესე იგი რა ფეხი ქონია კახუჩელა? გაიოცნებ გამაფორმეთ თქო თქვენთან და ხო, აი რაღაცა აურა. მე მგონი ახალ წელს ივლისში ყველა ოჯახში. დამძიმ არ ახალ წელს მინდა გითხრა. არ მაგარია, კიდევ ერთხელ დავიწყე. შენ უნდა რომ მეკლე ყველა ოჯახის. ჩემი მეკლეა. არ შეიძლება რომ გადაცემით ფორმატში შევცვალო და კიდევ ერთი ხანუმა რომ დავაგო. კაცი ხანუმა.
ხანუმო. ხანუმა და ხანუმო. მე სიამოვნებით მოვალ შენთან მეკვლეთ. მეკვლეთ. ჩამწერე. მეკვლეთაც მოვალ. ლელა შემდეგ ჩემთან მოდიხარ. სა. გინდა ესეთი მეკლე? რატომაც არა? მარიკონა, რა სიტყვი ჩემს გიორგიზე? იტალიაში წაყვებოდი? გიორგი. ისედაც აპირებს მარიკონა წასვლას. ხო, მე ისაც ვაპირებ, მაგრამ ისედაც აპირებ, ხო? ძალიან კარგი მამა იქნება. ძალიან კარგი მეუღლე იქნება. აი, სითბოს შექმნის ოჯახში, კარგ ატმოსფეროს შექმნის. ანუ ზუსტად ისეთი პროგრამა აქვს, რომ ესეთი ადამიანები ნიბადებიან იმისათვის, რომ ბევრი შვილები ყავდეთ, ცოლი ყავდეთ. შეიძლება გქონდეს უცხოელებთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შენი ინდივიდუალური ნიშანი არის შულდოსანი და რა თქმა უნდა ეს გულისხმობს. თუმცა არა ემიგრაციას და არა წასვლას და არა ამიტომ ჯობია რომ მე ვთვლი რომ აქ გააკეთო აქცენტი აქ ხო იპოვო საკუთარი თავი ის პროფესია სადაც ხარ გაწესარევია ოღონდ აქ განვითარდე და ყველაფერი კარგად გექნება სადაც იქნება საჭირო და სადაც ხეთს მოვიყიდებ მაგას ვქე დიეტიეთ მე მაინტერესებს ვკითხო გიორგი რა არის შენთვის სიყვარული ნუ ჩემთვის სიყვარული სიმართლე რომ გითხრათ ჯერ არც გამომიცდია. საერთოდ ცხოვრებაში დაკვირვებული ვარ, ასე თუნდაც სიყვარულის გახლით. რო დაფრინავენ შეყვარებულები შენი მეგობრები? დაფრინავენ ეგ არა, სიყვარულის გულიზე ვერ გაფრინდები. არა, როგორ ვერ გაფრინდები? თუ შეგიყვარდება ისე კარგად გაფრინდები. არა, ანუ ესე იგი, როცა ახლა ადამიანი უყვარდება, უნდა წამოვიდეს ეს სიყვარული გულიდან და უნდა იყოს გულწრფელი. და არა ისეთი რომ სიტყვაზე მე გოგო მომეწონოს რახან ფიზიკურად მაგარი გოგო არის და არიქა და მიყვარხარ უთხრა ამ დროს გულიდან არ მომდიოდეს ეს სიტყვები ეგ არის ელემენტარული ფარსი ეგ არის როგორ შეაცდინო გოგო რა თქმა უნდა დრო ჭირდება იმიტომ რომ მე რაღაც დროთა განმავლობაში ხვდები რომ აი სადღაც აი აქ ტკივა სადღაც მუცელში გჭრის არ განუცდია და არის კომფორტი გაქროცა არ ნახულობ ნუ ახლა მაგდენი ნამდვილად არ ვიცი არ მაგამოცდილი და იმედია მალე გამოცდი მაგრამ არც არავინ არ მოგწონებია არა სულ ეს ნუ ახლა მოწონებით ბევრი მომწონებია მაგრამ არა ბევრზე არ ვამბობ ფიზიკურობით აი ფიზიკურად მოგეწონა მარიკო და არაჩვეულებრივი გოგოა კი ფიზიკურად არაჩვეულებრივი გოგო არის გეთახებით ხო და როგორ ფიქრობ აი რაღაცა არ ცოტა არ შეგიყიტინა არ მოგებთანა აქ უკან არა სიმართლე რომ გითხრათ მე საერთოდ ფიზიკურობას ნაკლებად ვეცე ყურადღებას არ უღიტინებს ხოლმე შინაგანი პიროვნება არის მთავარი ძალიან არა რომანტიკული ხარ გიორგი ცოლი უნდა გიყვარდეს ცოლი უნდა გიყვარდეს უნდა აფასებდე და მოიწნა ხელის გულზე უნდა ატარ გაიხარე აბა ცოლი რისთვის არის მეტი საჭირო ეგ არის მთავარი ამ სიტუაციაში ვერ გაიგებ ვერ გაიგებ ვის აირჩევს მეგობარს დაუსვათ შეკითხვა 1-2 სიტყვით ესე იგი თავის მეგობარზე ვითხრას რა ჩემი აზრით ძალიან იდეალური მამაკაცი იქნება ქალის გვერდით ის პიროვნება გიორგი რა მოგიმზადეთ სიურპრიზად მე მინდა ჩემი პრეზენტაციისთვის მოვიწვიო მარი სცენასთან გზაზე და ჩამომღეროდა ულამაზესი ქალიო ეკეთა ყურზე საყურე უფრიალებდა ქარიო არ ვიცი ვარსკვლავს ჩამოყვა არ ვიცი მთვარი არიო მე მაგის კალთაზე მამკალ და არ დამარქვა მკვდარიო ძალიან დიდი მადლობა გიორგი წყაროსა ჩამოსო ლექსი უთხრა და აი ეს ულამაზესი ყვავილი პროფესორი ქაიგული მოგვარცხა ყვავილების მაღაზია ბუკეტ შოპ ჯიმ ულამაზია ძალიან ლამაზია სამ ბიჭმა არ მიარო ხო მაგრამ შეუკვეთა ბუკეტ შოპ ჯიში ანუ იქ დამზადებული დამზადებული და ბიჭმა მოართვა ნამდვილად მოიწონა ხო მოგეწონა კი ძალიან ლამაზია და მიყვარს ბიჭი როგორ მოგეწონა კაი ბიჭი იყო მოდი ცოტა წააპაუზეთ და მან ესე იგი დაფიქრდა მაინც სადღაც იქ იტალიანს მოქმედებს ალბათ ხო რაღაც არა მე საერთოდ ყველაფერს
ჩემი თვახწევ, ანუ იტალიის დასვათ რომ მინდა, მე თვითონ წავალ. თქვენ ისე კარგად გამოიყურებით, რომ ცოტა იბნევია, მე ვფიქრობ, რომ მოდიან. ხალი გაურბით სხვა კაცი. ყოფილა ესეთი შემთხვევა, ჩვენ გითხოვს, რომ იქით გაიხედეთ გენს. აპა, მითქვა. რა ვიცი, არაჩვეულებრივი გადაცემა, მინდა გითხრათ, კარგად აკვალიანებთ ყველას. მეც ისე ჩამრთებთ, რომ ესე იგი აღარ ვიცი. აბა კითხე მარიკუნას თუ მოეწონა გიორგი. ხო და ვკითხე. და რაო? მე ვთქვი ყვავილები მომეწონა, ძალიან მომეწონაო და თუ მოგეწონა თქვა ეს ბიჭი და ცოტა გაჭედა და მე გეთქვა. მე ვთქვა რომ კიო, მე გულახდიო ლაპარაკი, ასე ვთქვათ. მართლა კაი ბიჭია, მართლა. ძალიან კარგი. მოდი ხა ჩვენ მოვიწიოთ ჩვენი მესამე კანდიდატი. ბექა ცქიფური. საღამოშვიდებისა ბექა. გაგვაცანით თქვენი მეგობარი. ფურთას მასშალეიშვილი. ძალიან ბექა ცქიფური. ძალიან სასიამოვნოა. ნახოთ სიუჟეტი თქვენ შესახებ. ბექა ცქიფური, მომავალი იურისტი. ბრძოლა წესების გარეშე ნაკრების მწვრთნელი. უშიშარია ვითარცა უხორცო. აქვს განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები. უჩხუბია 5-1-ის წინააღმდეგ. ევროპის თაზე ტრამვის გამო ცალი ფეხი დასპარეზობა მოუწია. მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხა მეორე ადგილის აღება. აპირებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლას. სულს გახდეს ვარსკვლავი. ამბობს, რომ მამაკაცმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, როგორც რინგზე, ასევე ცხოვრებაში. მომავალში ადვოკატობას აპირებს, რადგან მისი მოწოდებაა დაიცვას და არ გაასამართლოს. თulis რომ ვაჟკაცია. ყოველთვის მზად არის გადაარჩინოს განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანი. მოსწონს ლამაზი, თბილი და ერთგული გოგონები. გატაცებული ხშირად ყოფილა, მაგრამ ჯერ არ უკონია თავისი რჩეული. ამბობს, რომ როცა შეხვდება, იცნობს, იგრძნობს, პირდაპირ მივადეს სიყვარულსაც პირდაპირ აუხსნის. ჯერა ერთი ნახევარი. ერთი ნახვით მოწონებს ჯერა, მაგრამ სიყვარულის ეგ არის. თქვენ მითხარით, რომ შეხედეთ ახლა ყვაწვილი რომ შემოვიდა აგერ და თან როგორი და თან ვიდეოც ნახეთ, მაგრამ რა სიტყვით? მე ესა ვერ ვქნობ სამწუხაროდ, უნდა მქონდეს ურთიერთობა, რომ მე გავიგო როგორი ადამიანია. კარგი, მაშინ თქვენ მოგცემთ დროს რომ აგრძნობინოთ დღეს ესე იგი. არა, იცი რა, არსებობს რაღაცა მომენტი, სადაც აი იფიქრებ, გაგიელვებს თავში, რომ აი მე შემიძლია ამ ადამიანთან ურთიერთობა. აი რაღაც შეიძლება ახლა უცებ არ დახატო, რომ იცი რა, ჩემი ქმარი იქნება, ამასთან აუცილებლად სამშულს გავაჩენ და გორკას აქ დავდგავდა, სტენგას აქ დავდგავ უკაცრავ და ხოდესაუდა რაღაც, მაგრამ ну, ხო არის რაღაცა ქიმია ადამიანებში, როდესაც აი მიზიდულობის მომენტია. როგორი უნდა იყოს ის გოგო, ვინც შეგეყვანდება? ლამაზი. ხო შეიძლება ვიზუალმა მოგატყოს და თავისე დაგხვიოს, რომ მე არჩევანში შევწერ. შესაძლებელია. არ უნდა იყოს ასე, ხო? არა, ეგ თავისთავად კაცი ყოველთვის მართლა არასებობს იგეთი კაცი, რომ პირველად ვიზუალურობას არ აფასებდეს. მაგაში კეთა. ვიზუალურობით იწყება ყველაფერი, მე საუბრით გრძელდება, სულიერად გაიგოს როგორია ის ადამიანი. და მე შემდგომ დანარჩენი ყველაფერი მოდის თავისთავად. შეყვარებული არ ყოფილ ხარ, ხო? ჯერ. როგორ წარმოგიდგენი ეს გრძნობა საერთოდ? როცა განვიცდი გეტყვი. სხვადასხვა ბეკას უწერია ანკეტაში ესეთი ისტორია, რომ ერთხელ მეტროშიო გოგონა გამختარა ცოტა და ის გადაურჩენია და. ვაუ. რამე ხელით ამოუყვანია, ანუ მთელი ესე ვთქვათ და ეს ესკალატორზე. ძალიან კეთილი ადამიანი ეს ვთქვათ. აი, მეგობარიც ჩაერთო, მითხარით ორი სიტყვა, რომ მნიშვნელოვანია. როგორი წარმოგიდგენი, აი დავუშვათ გოგოსთან ურთიერთობაში. მეგობარს ეკითხები? მეკითხებით? ხო, ცოტა ის თავს იკავს ლაპარაკისგან და გემშენგა რაღაც. ძალიან თბილი ადამიანი არის და მეგობრული არის, რაც ვთავარია. იცის მეგობარი და მეგობრობა რაც ვთავარია. და სიყვარულში მგონია რომ ძალიან თბილი იქნება. ვინც მე შემიყვარდება, ხო? სამუდამოდ იქნება ბედნიერი. სოფლიო ჩემპიონობა გინდა მე როგორც ის და იქ 20 მილიონს იგებენ. კი. ფიზიკურად ძალიან ძლიერი ხარ? ჩემპიონი. ძლიერი, როგორ გითხარით ხა? ნელია რო თქვა, რომ ძლიერი ხარ, ეგ არ შეიძლება. ტექნიკა ჭირდება, ხო? სისწრაფე, აზროვნება, მოქმედება. ნახე, წარმატებული ახალგაზრდა. ხალხზე ხელს რო გაგაბრაზოს? არ არსებობია. დაიკითხა. არ არსებობს.
აი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ბექა არასდროს ქალზე ხელს არ აწევს. არა. მე როგორც ვიცი შენ ძალიან ძლიერი ხარ და შენი ფიზიკური ძალა სადმე თქვა ბოროტად ხომ არ გამოგიყენები ხო შეიძლება? ყოველთვის ვცდილობდი რომ სიკეთესაკენ მიმართა ჩემი ზა. სხვათა შორის ადამიანები რომელიც არიან ფიზიკურად ძალიან ძლიერები არ იყენებენ თავიანთ ესე ვთქვათ ძალას ესე უბრალოდ რომ მართლა არის რაღაცა ექსტრემალური სიტუაცია და ვინმეს დახმარება ჭირდება მართლა ამ შემთხვევაში ესე ვთქვათ მე მაინტერესებს რომ რამდენად ძლიერია ბექა და მე მინდა რომ კლავჭიდში დავეჭიდო. ეკა. თქვენაი ლამაზი რატომაც არა მე ჩემპიონი ვიყავი კლავჭიდში. ეკა როგორ გიხდება ეს? აბა აი მოუ. ნუ ვარჯიში უნდა კიდევ. პირად ცხოვრებაში თუ აიტანთ ამას რომ ქალმა ხელი გადაგიწიოს. რომ დაგარწმუნებაში? შეუბრუნე. ბექა უნდა იყოს ლიდერის პოზიციაზე, მაგრამ ქალი მას უნდა მართავდეს. ოღონდ ეს ასეთ ქალს თუ იპოვის, მე მგონი ძალიან ერთგული მეუღლე უნდა ამართ, ანუ თავი გაამართვინოს თუ ქალმა უნდა დაქოქოს. არა, პირიქით ანუ მიხვდით? პირველ რიგში მას არ ვაყენებ რომ ვიზუალი იყოს და აბა დაბალი კაცები არ მინდა. ახლა კი რომ შემოვიდა დავინახე მაგრამ ურთი ანუ იმას ვიძახე რომ დავშ ბიჭი უნდა იყოს ძლიერი რომ ძლიერი არის. ძლიერი არის, გოგული არის, თბილი არის. და არ უნდა იყოს რა თქმა უნდა ხელი შემოbrunება არის. უაზრო ეჭვიანი. ვიზუალურათო არ უყურებო. არაო. ეს გოგო, აბა ხო გულს ვერ დაინახავს და ვერ ჩაწვდება დღეს. ყოველი შემთხვევისთვის ეგრე არის. იქნება და იგრძნობს. ნუ ლაპარაკიდან გამომდინარე ხო მოგაქვს დასკვნა როგორი პიროვნება მე უკვე შეიძლება შევაჩინე იყოს. სხვათა შორის ამათ თვალებში შეხედეს ისე. დავინახე როგორ გახედეს გამოხედე. მე სათვალე მიკეთია ისინი ვერ ხედავენ ჩემ თვალებს და ყველას უყურებ. სპეციალურად. ხორ გავიკეთოთ ჩვენ სათვალეები? კი. შავი მოდი სათვალე გავიკეთოთ და ვნახოთ ბექამ რა სურპრიზი მოაქვს. ყველა კაცი ფრთხილად უნდა იყოს. ფრთხილად. აბა მე ხომ ამბობდი რომ ქალი შეიძლება აღმოჩნდეს მამაკაცზე ძლიერი აი ესე კარგად იჭიდავებდით თქვენ. ულამაზესი გოგოა და ლამაზ გოგოსთან წიდა აი გაგებდის გამბობთ. არა, თქვენი სიურპრიზით ახლა აი თქვენ ამ სიურპრიზს რისი თქმა გინდოდეთ? აი თქვენ აი თუ ცოტა მოიწევდა. მე მინდოდა იმის თქმა რომ ჩემს გვერდით მუდამ დაცული იქნება. თავი წარმოგიდგენთ. ნუ იცით ხოლმე ჩემპიონობისთვის გასაგებია. მომავალში ნუ დაუშვათ. მოხდა ისე რომ ჩვენ ვართ ერთად და სულ უნდა მქონდეს იმის შიში რომ შენ სადმე არ ჩუ. არა, ეგეთი ტიპი არ არის, ძალიან კონფლიქტო ყველა არის ჩუბებს. ის ყოველთვის დაიცავს დაჩაგრობს. ძალიან დიდი მადლობა. ეს ერთი რაღაცა მინდოდა. მე მინდოდა ამით მადლობა გადამიხადა არენას რომელნემაც საშუალება მოგცა რომ ეს საბრძოლო ხელოვნება ჩაგვეტარებინა და ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტს გერა გავროზაშვილს. ძალიან დიდი მადლობა. სპორტსმენი კაცია, ჯანმრთელი შეხვედრების ოთახში. მადლობა. სანამ მარიკუნა გააკეთებს თავის არჩევანს, ეთერშია რეკლამა. ჩვენ დავბრუნდით ეთერში. და მარიკუნა, მოდი ჩვენ პატარა რჩევებს მოგცემთ, მე რა თქმა უნდა უკვე არჩევანი შენი გასაკეთებელი იქნება. რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ სამივე კანდიდატი ძალიან ღირსეულია, ძალიან კარგები არიან. რას ფიქრობ, აი ესე მოკლედ რომ განვიხილოთ. აი გიგო მაგალითად. გიგო ძალიან საინტერესო პიროვნება იყო ჩემთვის. აი შემოსვლისთანავე რაღაც და ეს ლექსიც ისე გულახდილად მოყვა და ის მართლა შემოიჭრა ჩემო ემოციებში.
და მომეწონა. ძალიან კარგი. გიორგიზე რას გქონდა? გიორგიც კარგი ადამიანი ჩანს, ძალიან უბრალო და ძალიან ისეთი ბიჭია, ნამდვილად ვიმეგობრებდი მე ამ გადაცემის შემდეგ გიორგისთან აუცილებლად. და ბეკა. მე დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ძალიან ბევრი გოგო ცნობს ასეთ ბიჭს. რაც თქვა იმიდან გამომდინარე, მე მგონი ამ სამ კანდიდატში ჩემი ჩათვლით ერთადერთი ვარ, ვინც მას სჭირდება. კარგი, მარიკონა. მოკლედ მაშინ ცოტა ხანი მოგცემთ იმის საშუალებას, რომ გააკეთოთ არჩევანი და ჩვენ ნებისმიერ სიტუაციაში მხარს დაგიჭერთ. რა ლამაზი დღეა, რანათელი დღეა, იმიტომ რომ დღეს კახას დაბადების დღეა. ორ დღეში ის უბილარია და პილოტავ წინასა დაბადების დღეს ჩემო კარგო ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ და ძალიან ვთხოვთ აპლოდისმენტების ქვეშ მიულოცოთ კაპიტოლას დაბადების. დიდი მადლობა. და კიდევ ერთი ესე ვთქვათ ინფორმაცია მინდა გავაჟღერო, ჩვენი წინა გადაცემის წყვილი მიშა სულუხია და თამუნა ბედიანაშვილი იმყოფებოდნენ სასტუმრო კომპლექს ბაზალეთზე და მათ იქ არაჩვეულებრივი რომანტიკული საღამო გაატარეს და მოდი ნახოთ სიუჟეტი. ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსმა ჩვენი გადაცემის დაწყვილებულ გმირებს მიშა სულუხიას და თამუნა ბედიანაშვილს უმასპინძლა. ჩვენმა გმირებმა ტბის სანაპიროზე ნამდვილი ფოტოსესია მოაწყვეს. აქტიური დასვენების მოყვარულებს სასტუმრო კომპლექსი უამრავ გასართობ საშუალებას თავაზობს. მიშამ და თამუნამ გამაჯანსაღებელი სპა ცენტრის მომსახურებითაც ისარგებლეს. აქტიური დასვენების შემდეგ მიშამ და თამუნამ რესტორანში გადაინაცვლეს, სადაც მათ რომანტიკული ვახშამი ჰქონდათ. ეხლა კი მოდით შევხვდეთ ჩვენს მარიკონას და ნახოთ როგორი არჩევანი გააკეთა მან. აი ასე ჩვენ ხალხს წილი. ხოთ მომძანდეთ. არაჩვეულებრივი არჩევანი გააკეთე, ჩემ კარგო და მე ვფიქრობ რომ თავიდანვე უკვე იკვეთებოდა ის კონტურები რომ გიგოს აირჩევდი. თქვენ კი ჩვენ ძვირფასო ტელემაყურებლებო დაფიქრეთ, რომ გაუშვებთ უკანასკნელ შანსს ხელიდან და იპოვეთ თქვენი მეორე ნახევარი გადაცემაში ხანუმა.